Sava, Luka, და წარმოვიდგინეთ ჩვენს პროექტს რობოტი, რომელიც ადგენს ოთახის ლუკას, ყოველს დაპოლევებს ოთახში და ასახავს კომპიუტერში. იდეა, საერთოდ წარმოვიდა იყო, ალბათ ყველა ვიცით, დამაგებელი რობოტები მომგვალი, რომელსაც ორი ძირითადი ეტაპი აქვს. ერთი პირველი რომ ოთახის ლუკაში ადგინოს და მეორე რომ ამ ოთახზე ნავიგაცია მოახდინოს და დაალაგოს. ჩვენ ავიდეთ აქედან პირველი ეტაპი, გვიგოდა რომ გავიგო როგორ მაყავს ოთახს, როგორ ადგენს ლუკას, ლოკალიზაციას როგორ ახდენს საკუთარი თავის და გააკეთებინა რაზბერიზე კომპონენტი ჩამოვთვლი რა გამოვიყენეთ. ორი მოტორი გამოვიყენეთ, ერთი დრაივერი, ასევე რაზბერი კი არის ხუთი გამოვიყენეთ, ლიდარი, რომელიც უშვებს ლაზერებს და აგროს ინფორმაციას რა წერტილში რა ხდება. გამოვიყენეთ ასევე ორი DC to DC კონვერტერი, ერთი 1.4-ზე რომ ძრავები გვეყვება, მეორე 7.4 და 5-ზე რომ რაზბერი 5-ზე გვეყვება. ეს ერთ-ერთი პრობლემა იყო, იმიტომ რომ რაზბერს ავსებად 5 ვოლტი იჭირდებოდა, იმიტომ რომ რამდენიმე კოლს უშვებდით ერთად და ჭირდებოდა რომ ავსებად 5 ვოლტი ყოფილიყო. ამიტომ კლასიკური კაბელებიდან განსხვავებით, ცოტა უფრო ნაკლებ ძნელობიანი კაბელი გამოვიყენეთ მის საკვებად. ძირითადად ის იყო. ეხლა გადავარჩევთ ისლამი გამოიყენეს გაკეთებას. ამ სლაიდზე ხედავთ როგორ ხდება ინფორმაციის განაწილება. მაგალითად ნაწილი არის უშუალოდ ჰარდვერის ნაწილი, ანუ რაზბერი აბოროს ინფორმაციას მოტორსა და ლაიდარზე, ხოლო თამაში არის უშუალოდ როზის ეკოსისტემაში გაშვებული ეს ყველაფერი. რატომ როზი? როზს შეიძლება აქვს რამდენიმე ტერმინალში ერთად გაუშვას სხვა პროგრამა. შესაბამისად ეს საშუალებას გაძლევდა, რომ რთული პროექტი უფრო რთულ დეკომპოზიცია გავაკეთებინა. შესაბამისად გავიყენეთ სამი ნოდი, სამი გითოვანი ნოდი პროგრამის უშვებს. ეს ლაიდარის მოტორის კონტროლერის კიბორდის რომელსაც ვაკონტროლებ კონტროლს და თვითონ სამთულბოქსი რომელიც უშუალოდ მაქვს. თითოეულ ნოდს აქვს ისება რომ შეუძლია რამდენიმე საერთოდ არსებს ტოპიკს მოусვინოს და ტოპიკი გამოაქვეყნოს. ხოლო როსი იმიტომ არის კარგი რომ მოცესრიგებული რამ არის და თითოეულ ტოპიკი არის პაკეტების ერთობლიობა, ასე რომ ვთქვათ. თითოეულ პაკეტში მოცემული არის თუ რა არის ეს პაკეტი შექმნილი და ტოპიკების მიხედვით განსხვავდება მათი შიფროვანი. მაგალითად, სკან ტოპიკში არის მოცემული დროის გარდა 360 წერტილი თუ რა დასკანირებული, velocity ტოპიკში მარტო მისი ზეცმართლები ასიჩქარი ავტომატურ მომენტში მიცემული კიბორდიდან. ოდო ტოპიკში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის იყო მაშინ მოცემული არის თვითონ x-y-z კოორდინატში სადღაც თვითონ რობოტი და ლაიდარი და ასევე ამ კონკრეტულ პერიოდში რა სიჩქარე ჰქონდა მას. სამთულბოქსში კი ამ სკან ტოპიკსა და ოდო ტოპიკის მიხედვით ადგენს map topics. Mapში კიდე what map არის ამ ოთახის. და resource ვიკენეთ კი და ვიზუალიზაციისთვის. ეხლა ავსვი როგორ მუშაობს ლიდარის ნოდი. ლიდარი არის სკანერი, რომელიც უშვებს ლაზერებს 360 გრადუსის მიმართულებით. პირველი არის რომ რაზბერი ამყარებს კომუნიკაციას და აღგზავნის სიგნალს, რომ დაიწყოს ლიდარი. შემდეგი არის უკვე შემოწმება იმისი თუ რა არის ახალი პაკეტი. პაკეტი მარტივად რომ ახსნა არის 360 გრადუსზე წერტილებისგან შემდგარი ინფორმაცია საწერია თითოეული წერტილის დისტანცია, ინტენსივობა სიგნალის და კუთხე, რა კუთხით არის ის დაცემული. უბრალოდ რა კუთხით მიიღოს. ეს სამი საჭიროა ვიზუალიზაციისთვის, რა თქმა უნდა. ამოწმებს აი პრეზენტაციაში ხედავთ აი დაახლოებით ესეთი სიმბოლოებით უნდა იყოს, რომ მივხვდეს, რომ ეს არის ახალი პაკეტის დასაწყისი. ტოპიკი შედგება ამ პაკეტების დასაწყისისგან და რატო მნიშვნელოვანია ეს? ჩვენ მაგალითად გვაქვს სამი პოზიცია, ხო? რობოტი იდგა ერთი აქ, შემდეგ აქ და მესამე აქ, ხო?
იმან უნდა იცოდეს, რომ რო გადმოეცა პირველი, მეორე და მესამე, ეს არის სწორი მიმდევრობა. თუ დაინახა, რომ პირველი, მესამე და მეოთხე იყო, მიხვდება, რომ ეს არასწორია, იმიტომ რომ ერთი ცალი ადგილი გამოტოვა. შესაბამისად, ეს უნდა შეამოწოს. შემდეგ ხდება თვითონ ამ წერტილების ინფორმაციის შემოწმება, როგორც ახსენეს, დისტანციის, ინტენსიურობის და კუთხის შემოწმება სწორად წერია და წერია საერთოდ შიგნით. შემდეგ არის რომ ამ ინფორმაციის გაშიფრას ახდენს ამ სამი რაღაცის 360 გრადუსით რომ შეკრიბავს ამ ინფორმაციას, გაშიფრავს, შემდეგ აგზავნის როსში, როსი კიდე უკვე შეუძლია გამოვიყენოთ ნებისმიერ სოფტვერში. ჩვენ შემთხვევაში მაპინგისთვის გამოვიყენეთ, შეიძლება ლოკალიზაციისთვის, ნავიგაციისთვის და ბევრ სხვა რაღაცისთვის. მე ავსი როგორ მუშაობს თვითონ motor driver-ის ნოდი. ლოგიკურად თავიდან ეს ნოდი ორად ქონდა გაყოფილი, სადაც იყო როგორ უნდა გავაკონტროლებინა თვითონ რობოტის პრობლემები და მეორე იყო რა ინფორმაციას გადმოიტანდნენ ისინი. მაგრამ რადგან ერთდროულად ორივე ცდილობდა GPU პინებს ეწვდომას, იდეა არ იმუშავებდა, ამიტომაც გავაერთიანეთ ერთ ძალიან universal ნოდად. ამ შესაბამისად ის იგენებს thread-ებს, thread-ები უნდასაც არის საჭირო, რადგან კონტროლს რაღაც რო გაიჭეროს და ვერ გავაჩეროთ, ან კავშირი დაკარგოს საერთოდ thread-თან, მეორე სიტყვა რომ მაინც მოახერხოს რობოტს გაჩერება და არ გაიცეს. ასევე ეს motor driver-მა რომ კარგად მუშაობს, არის მნიშვნელოვანია რომ მას მოეწოდოთ ზუსტი კონსტანტები. თუ კონსტანტებში ყველაზე მთავარი არის x per meter-ი, ანუ ჩვენი ენკოდერი ზუსტად 1 მეტრის გავლისას რამდენ კურსს გამოსცემს. ეს იყო 3950, რომელიც დიდი ძვალის შემდეგ დავაკინეთ. ასევე მეორე მნიშვნელოვანი არის wheelbase-ი, ანუ პრობლემის შორის დაშორება. პრობლემის შორის დაშორება სახსავით დაზომისას იყო 13 სანტიმეტრი, მაგრამ შემდეგ როდესაც გავუშვეს ოდომეტრის ტესტი, რევიზში აღმოაჩინეთ, რომ ის მიხედვით რომლება იყო დაახლოებით 2%, მაგრამ ირეკის მიხედვით, ანუ მოხუაზე რომელიც არის ასოცირებული დაახლოებით 8%. ეს სანტურბო შეუძლია დაახლოებით 30%-ის თვითონ შესწორება, კორექტირება. ამიტომაც მივხვდით, რომ პრობლემა ყოფილიყო wheelbase-ში, რადგან wheelbase-ის კოდი იყენებს თვითონ ამ კონსტანტას. ამიტომაც software-ის მიხედვით გავუსვამეთ თავიდან პრობლემის შორის დაშორება. software-ი იყო რომ რობოტი ხელით დავაქიარეთ გარშემო, ნახეთ რამდენი ტიკი დაწერა, რადგან ვიცოდით რომ 3550 იყო 1 მეტრზე, 1 წელი დიალექტისას 1 წელი შექმნა და მის მიხედვით ნახეთ დიამეტრი. და დიამეტრი აქვს რაღაც 3.2 სანტიმეტრი. და შესაბამისად ამ ჩანაცვლებით ეს ცნობილება დაახლოებით 5%-ზე იყო დასული. ამასთანავე თითოეული მოტორი სხვადასხვა DC თითოეული მოტორი FTP DC-ზე სხვადასხვა ის შეერთია, ამიტომაც საჭირო გახდა მათი სკალირება. სკალირებისას კი აღმოჩნდა, რომ ერთს მივანიჭეთ რაღაც კონსტანტა ერთგან, მეორე დავასწრეთ რაღაც მომენტში 97-ზე. თუ გამოყენებისას კი სხვანაირი ქონდა მათი სიჩქარე. ასევე ამის ესე ერთი ფუნქცია არის, რომ ოდომის ტოპიკიდან ასე BSV-ზე გამოყენოს ტოპიკი. ეს ამ ტოპიკებზე რომ საუბრობთ, ასევე არსებობს TF ტოპიკი, რომლის მთავარი ფუნქცია არის, რომ რადგან ვიცით სად არის თვითონ რობოტი პრობლემის მიხედვით შესაძლოა არ ვიცოდეთ სად არის კონკრეტულად გაიგარი. ამიტომაც საჭიროა ცალკე ინფორმაცია ვიცოდეთ სად არის მოთავსებული რა ის იგრეზე კოორდინატზე გაიგარი და ცალკე კონკრეტულად მაგალითს მოხდეს. და ეხლა ჩვენ გამოვიყენეთ slide toolbox-ი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ამის გარეშე მაპინგს ვერ შევძლებთ. ეს მოიცავს ლოკალიზაციას და მაპს, რაც ნიშნავს, რომ რობოტმა ყოველთვის უნდა იცოდეს საიდან დაიწყო და სად არის ზუსტად იქიდან დაწყებული საწავლა ზუსტად x y-ზე სად არის. ასევე ყოველ შემდეგ ეტაპზე უნდა ასახოს ის ყველაფერი, რაც მის გარშემო იყო და არ უნდა გადააწეროს უკვე არსებულ დამაბულ ადგილებს. ეს იყო ჩვენი პირველი ტესტი, ახლა რასაც გადავხავთ.
აქ უბრალოდ ჯერ სლემი არ ქონდა ბოლომდე ჩართული. მაპირება შეიძლება, მაგრამ სტატიკურ მდგომარეობაში და ხო, ანუ კარგად არ გააკეთა, იმიტომ რომ აი როგორც ხუთების სიტყვას გაატარა, ანუ დავყაროთ სარეალია იმის მიუხედავად არ იცოდა იყო თუ არა რამის უკან. მე მივხვდით რომ ჩვენ თვითონ მიგვეწოდებოდა ინფორმაცია რომ გადაადგილებისას მაპირება მოეხდინა და ეგ დავამატეთ ამ კომაში. ეს უკვე ტურინგის შემდეგ, ანუ სამთავროს რო თქვა, რაღაცა ოფიციალური მოუდი, რაღაცა შეიძლება საერთოდ უნდა უთხრა აქტიურდეს და რა პარამეტრებსაც უნდა ის რომ განიხილოს საერთოდ და შესაძლებელი პარამეტრები მოკლედ მივეცეთ რა. და რა პარამეტრები არის ესენი, ანუ ყოველ 5 სანტიმეტრში გაიგეს თავიდანვე შეიცავოს მაპის გაკეთებას. ასევე ყოველ 5 გრადუსით მოძრაობისას თავიდან შეიცავოს გაკეთებას. მაპის გაკეთებისას ასევე პარამეტრი ჰქონდა მიცემული, რომ მისი რადიუსზე 10 მეტრის განმავლობაში აწევთასაც დაინახავს აბსოლუტურად სრულად წერტილი განიხილოს შემდეგი მაპის გენერირებისთვის. აი ამ სიმულაციაში კარგად ხედავთ, რომ შემოწიებისას როგორ დამატან თითოეულის განკეთების დამატებული არის. ასევე აღმოჩნდა, რომ პირიქით სამისთვის უკეთესი არის, რომ ბევრი წინაღობა დაინახოს, რადგან შემდეგი მაპის გენერირებისთვის უკეთესად მივხვდეს, ანუ შეადაროს რაღაც რეფერენს პოინტი ჰქონდეს. სამჯერ კორიდორში გავადაროთ, შეიძლება ვერ მივხვდეს ეს კედელი ისე კედელი არის თუ უბრალოდ იმოხდა და თავიდან უნდა გადაახადოს. ხო, ეხლა გავტესტავთ. აჩვენე როგორ შევს. მოდი იმას ვიდეოს კამერასაც დავუყო. ეხა real time-ში დავინახავთ როგორ მაპავს? Sorry, Mr. Ali. როსი Windows-ზე კატასტროფა არის, თან არ მუშაობს. თან Raspberry-ზე გულშემატკივრა. ხო, აი ეგ რა თქმა უნდა. რასაც ხედავს ლაზერი, შავი არის თქონდან, რასაც ხრის რუხა არის, თორცალი გადაგან არსებობს, ეს არის თვითონ საფონიო პოზიცია არის, ეს არის ლაიდარი როგორ არის დადებული მასა. ანუ ეხა ხელი რომ მიუტანო ახლოს იქ გამოჩნდება? ქენი აბა? წითელი შეიძლება, შავი არა. აი, ხო. შავი არა. წინდა წინდავითოს. შეიძლება დიდი მარჯვნივ აიღე. მოკეცე. მარჯვნივ წამოიყვანე. ემას მოძრაობის კომენტებს რითი უგზავნი?
ის keyboard-ი არის გადასაჭირო დროში არსებობს. როსის მოდულია? დიახ. და შიგნით რა რითი მუშაობს არ იცი? ანუ HTTP-ი აკეთებს თუ? არა. მაგაზე უკვე ჰა. აღარ ასაჭირო. ოკეი. აი მარჯვნივ რაც არის, ეგენი არის, აი ეს მაგდა, ის მეორე მხარე კედელი, ან კედელი ისე სტამბი. მან ჩანს, ანუ რობოტი ჩანს, მან თუ უბრალოდ მაპი ჩანს იმაში? აი, აქ ამბობს, რომ ცოტათი მარცხი მარცხასულია. ეგ არის რობოტი, ანუ რობოტი არის XYZ ვერსია. ოკეი. და რობოტი რო ტრიალებს მაგის ორიენტაციაც იცვლება? ანუ შენ მარტო მაგას რო უყურებ, მიხვდები რობოტის წინა მიმართულება საით არის? ოკეი. ეგეც თავი იდეა ის, რომ ვოკალიზაცია ვიცხო. ოკეი. მაგარია. თუ ვია თავიდან დავსვლა და ის გააკეთე. ანუ შენ არ გიწევს იდეაში, აქეთ გამოხედვა, ხო? მაგას რო უყურო უბრალოდ, ხო შეგიძლია არ დაეჯახო არაფერს იდეაში. ხო, უბრალოდ ის არის, რო ჭედავს სულია რა მაგას. მიდი, ეხა სუწი. გასული ხარ. ან ყოველჯერზე ცდილობს, რომ აი თუ შეიძლება ეს ლაზერი, ცდილობს, რომ ეს დაასვას ისე ამ შავს. და თუ არ გამოდის, უბრალოდ ახალს გადავს. ასე. ხო, კედლები არ უყვარს ძალიან რა. მაგრამ უყვარს ბევრი ობიექტივა, იმიტომ რომ მაგას ხმარობს, რომ აი შეადგინოს. კედლებს ვერ ხატავს კარგად იმაში? ანუ რა აი დიდი სივრცე, მარტო დიდი სივრცე არ უყვარს რა. ანუ ეს არის ციფრი და რასაც ხედავს. ხო. შავი არის. ოკეი. ცოტა აცნა არის რა. მაგარია. ეხლა ვაში ანუ ის დილიი საკმაოდ დიდი სივრცეა. ახლა დავაჭირე რა. აი. აი კედლების გამო ცოტა ერთხელ მინდა კიდე? აი მაშინ კითხვები თუ სულ რაღაცას რობოტი მანახეუცებ